ასო ტუალეტ შუარი ხადა რო გამოვალ და გირეკავ. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა, თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რაბი მქვია, ჩალიჩა თვითონ ის სანტექნიკის კომპანიასადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა? ხო, ცოტა კი ავირიე, ხო, აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტ შუა რა საკეთებ? გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობ ზომარი არ ვიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ. რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწესრიგოთ თუ შეიძლება. დერებს ამბობ. გქონდით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბად და გადიმიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები, რაღაცა თრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო თრიალის ხმა. აი, უყურეთ. ჩორთი მიდი. ყავები მზადდა და სნექებიც გვაქვს. აუ, რა მომეწონათ ეს ფილმი, ეგრევე წავალ აქედან. ხო, გითხარით, ჯობის წიგნა კი ჩარდეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპირად ვიცი უკვე 17 ჯერ მაქვს ნახი. თიკოს 8 ჯერ. შეკიდე შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა რო 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ, ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო, ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი არის ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ, გულდი კერგს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმის შესავალი იყო? დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. აუ, რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია, ეს თეთრში რო ორმოა მოთხრილი ქარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ, 3 წუთი რო ვიყავ, ვინ გამროიპოვა ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები მქონდა შეგდეთ ჩარჩობილი. მაგრამ მე გაირკვევა რომ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებს დაძაბების ყუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენება ამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. მოჩვენება ყოფილა. აუ, წყალი არ მოგიტანია. და გიზელოტოსმა პირით დამწვა. არ მომიტანია გადამოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია. რა გეშინია გადაობ? თუ ვერ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა, ძალიან მებსია. ტუალეტში კიდე მარტო ვერ გავალ, შანსი არ არის. მის მინდა რა ქნეიცი მან კარადაში ქვემოთ არის ომერიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედავთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლაბ რა წაკეთებ შვილო? გადააგორე მიდი კვერცხი. ო, დამაცადე. განათლოსო თქვი. განათლოს. დი ვინა განათლოს? კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკო თხარად წამოსული. ანც ესე გახსენე გვენა შენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს პატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთქში ზოზე და მიკრული. აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. არ შეჭამ და იყავე ეგრე. პრეტენზიების ადგილია გასაფლავზე. ამათ ბალახად ყოლე გამიწაჭი რო წევნა. კარგი გაჭერდი ახლა კაცო იყურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. და ჩემი სიკოძენე, ეს ვერაფერს აღარ ვსნობ, ვეღარ ვიყურები თვალდანა. ფერზე მაინც აღარ უნდა მეცნო. ისევ კი უყვარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონდ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ, სულ იმიტომ იქით მოგახიძებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. დი აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის ცოტავად მოკვდა.
უწუდებოთ როგორ მოკვდა. რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, კომბაინის იმან ჩაიდრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. და შენ მოგიკვდეს თქვენზე არა. როდეს წამიყვან კოტია კატნა, როდეს წამიყო. ინგლისურ უთრო ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხირცები ხართ, იცი, ერთხელ სამდგე და აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიღოცოთ შივრები რა ვქნა. აუ, კაი რა, დედახოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩაბაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია. ჩუცუთ კურიერი გავს. გისმენთ. თინდუილი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean you can't? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცას სწავლობს მე მგონი მართლა. უცანურებს მისთვის უკვე ეს ინდოელი. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. ამ კითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთი ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავძახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრად მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარწვა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭკაპურიც თო მოხდა ხელში შემოაკვდება და ეგ იქნება რა. რაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმენები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცე ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუ გიყიდა. ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალბი ფულები აქვს. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დავალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრით წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მზეს უმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცუჩი კონდა წერანთით. მონაწოდემეც დავიღე. აუ დედა ჩემ აიცით დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი წვრილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რა ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო. ომარიკო, შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა, ყოჩახ. აი, ყოჩახს მოგცემ მე. სტუმრებისთვის გამოვაცხები ჯო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტილიდან. ამოთით უნდა ვიგასტიკუდი რო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება, ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადო, ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ?
არა თვითფრინავით. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინ გადიდა არის ნერვიულად ძალიან გითხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მე მიყვანი მამაჩემის სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწმუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს корпуსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ ჩიგაჩეროს. აგერ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭრები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს ფიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ახლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტე და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებით რო შემოდე და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყურე რა. თიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხი? აუ ძალიან დავარტყინე და. დი შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცი აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე გადასახადების ფულია ეს და ციგნების თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო ეგრეც ვიცოდი ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს ეს ერთი და მეორეც ციგნებს რო გადას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში რაღაცა ბრძულად გამომივიდა ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე ეხლა რატომ მიდიხარ ხო ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი რა ვიცი არც ინტელექტი არც სულაკაური არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე მახსოვს იქ დრამა ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში ლოკაცია უცვლელია ისევ ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში წაგიყვანო მარიკო წამოხვალ არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოცედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო ბღავილი დაიწყე. და შენ რა წაიკითხე ბოლოს მე რო დამცინე. აბა სახელი აღარ მახსოვს ახლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარაკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. და იმნაირი უხათრულია ეს. ყავაროთ ხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა იმ დღეს, დეკემბერში. თიკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ ერიცხებ მამაჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. სილკნეტი. უი, ვახუძია, სილკბანკში 500 ლარი ეს სილკნეტის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ნომერი კონდეს სილკნეტის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. მართლა თუ ხადაობ? ხო, სილკის აპლიკაციიდან მოითხოვ. მა please რა ეს ერთი თუცადოთ. კაი, ხო, ვცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასწველი ვარ და. აუ ძალიან მიზარება შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. ურშტილი ხარ თიკლა. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი, დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ, რაც რაზე კი არა. ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ლამს რო ჩააგვდი ხელებში იმეკთანს. ვიფსიხსენებ შენ კიდე. შუა რა მიყვანი იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკლა, მოგძანდით. აუ. მიდი. და იგა თუ გასაუბრებას თავი გავიგუდო. გამარჯობა, დაბძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლავარ. ძალიან კარგი. თეკლა ჩვენ ნახეთ თქვენი CV. ფურცელი რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა.
კარგით, რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს ხო სასტუმროა, აქ მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭიროა მეკნება ხოლმე. ნება. კარგით ეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რაღაცი მოდის ლევან. დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხوار მოგიწია. არა, ძალიან საყვარელი ხალი იყო და გიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხადა. არა, შენზე უკეთესი უნდა იყო მიღადავები. ვიზუალი შენ არ დაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? რაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტო სათამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქვა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თვითონ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს, სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ, მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალბი ფულები აქვს. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრით წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მზეს უმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახელიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია სხვა. აუ რამ ხელა მარცვლებია შიგნით? ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცუჩი კონდა წერანთით. მონაწოდემეც დავიღე. აუ დედა ჩემ აიცით დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. მარიკო, დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რა ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო. მარიკო, შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა, ყოჩახ. აი, ყოჩახს მოგცემ. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტიტიდან. ამოთით უნდა ვიგასტიკუდი რო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება, მარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა, თვითფრინავით. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ, ვინ გადიდა არის ნერვულად ძალიან გითხოთ რა. აუ, იცი რა მაგრა ვატარებ. ეხლა მივიყვანი მამაჩემის სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწმუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. რამე მითხარი? აღარაფერი. აუ, ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მაინც შეგაჩეროს. აგერ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა, იყო ჩავჭრები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს ფიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა.
აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტი და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდი და მიფსმულებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. თიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ?